პირადად მართალი მოგახსენოთ, მინდოდა მას მეცნიერული შემოქმედება განევითარებია. პირდებოდა კიდევაც ამას. მაგრამ ისეთი დიდი იყო მასში მოწოდებით თავისთავად მსახიობური მიდრეკილებანი, რომ ბოლოს და ბოლოს თვითონაც ვერ შეძლო მოეშორებიეს თავიდან, პირიქით უფრო ავითარებდა თავისთავად ბუნებრივად და მერე ჩვენც დავრწმუნდით, რომ ამ ხრივ წარმატებები ექნებოდა, ნამდვილი წარმატებები. მე მახსოვს ერთხელ მაგალითად მე სახლში მოვედი და სადილების დროს განუცხადა, რომ ხვალ კვირა მოვა ჩვენთან პროფესორი კოიევა. მან მითხრა, რომ მე თქვენი ბაღი უნდა დავათვალიერო და მოვალ დილის საათებში. ეხლა დადგა ის დრო, როდესაც მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ის მოვიდეს. ზარის ხმა ისმის. მე ეხლა გადავწყვიტე, რომ წამოვიდე და გავუღო, კარები მივიღო პროფესორი კოიევა. რომ წამოვედი, მე მესმის, რომ კოიევა ეკითხება, რომ რუსულად კითხა ვასო დომა, როცა შექმნიდა რასაკვირველია სახლში იქნებაო. იმ მეორემ უპასუხა და ეს მეორე გახდათ პროფესორი ნიკოლაიშვილი. მე ვიფიქრე, რომ ალბათ გზაში შეხვდა ნიკოლაიშვილი და კოიევას და კოიევამ წამოიყვანა, ვინაიდან თავიდან არ ხონდა ნათქვამი, რომ მე და ნიკოლაიშვილი მოვალთ, მე მოვალ მათთან. და წამოიყვანა ნიკოლაიშვილი. თენგიზი ეუბნება მობრძანდით სახლშია. რასაკვირველია სახლშია. ამ დროს მეც გამოვედი და ეს სამი პიროვნება ლაპარაკობს და იდგა მხოლოდ თენგიზი. ჩვენი რაციონალიზატორთა რესპუბლიკალური კომიტეტის მოწინავე გამომგონებელი. ჩემმა გამოგონებებმა მსოფლიო აღიარება მეიპოვეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთთან შევაჯვარე საზამთროს კურკები და ბუზები. გახსოვთ, კურკები იქცეოდნენ ბუზებად და მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში. სწორედ ეს გაფრენა დაედო საფუძვლად ჩემს საკანდიდატო დისერტაციას. ახლა მუშაობ სადოქტოროზე. თემა ასეთია: ტყემალი და მისი კურკა, როგორც საკვები ბაზისი ღორის შინაგანი სეკრეციის ფუნქციონალური გადაგვარებისათვის ღორის ცხვართან შეჯვარების მომენტში. ავიღე გერმანული ჯიშის მაშკა ღორი და შევაჯვარე ქართული ჯიშის დუმიან ცხვართან. საოცარი ჰიბრიდი მივიღეთ, ამხანაგებო, საოცარი ჰიბრიდი. ღორს დაუპატარავდა ყურები და მოუვიდა რქები, მოძვრა კუდი და გამოება დიდი დუმა, რის შემდეგაც ღორმა საგრძნობლად უმადა წველადობას, რითაც საშუალება გვეძლევა მომხმარებელს მეტი და მეტი ღორის გუდისყველი მივაწოდოთ. ახლა ზოგიერთი შემეკამადება რაშვაშია ტყემალი და ღორის ახალი ჯიში ერთმანეთთანო. ამხანაგებო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტყემალი და ღორის ხორცი განუყოფელი არიან, ისევე როგორც საცივი და ინდაურის ბარკალი.
საერთოდ ტყემალი არის ის დიდებული მცენარე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ცხოვრებაში. რა დიდებული გრძნობა, როცა შესანიშნავად ხელმძღვანელობ შენს გამოგონებას, ხელმძღვანელობ არა კაბინეტიდან, არამედ ხარ ბუნების წიაღში, მუხის სავარძელში, კი არ ზიხარ, არამედ მუხის მაგივრად ზიხარ ტყემალზე და ტყემალზე მждობი ხელმძღვანელობ შენს საყვარელ საქმეს. გაუმარჯოს ჩემს ყველა გამოგონებას, გაუმარჯოს ყველა ჩემს რაციონალურ წინადადებას, გაუმარჯოს ჩემს ყველა მოწინავე გამოგონებას, რომელსაც ხელმძღვანელობ თვითონ პირადად მე. შა ჩვენ ვიმყოფებით თენგიზ ჩანტლაძის ოჯახში, კერძოდ მის ფაცხაში. ეს თენგიზმა თავისი ხელით ააშენა მეუღლესთან ზაირა გოგიაშვილთან ერთად და სახელად დაარქვა საძმო. ნუ იცით საძმო რატომ დაარქვა? ეს გასაგები არის ყველასთვის ალბათ, იმიტომ რომ ძმებისთვის, მეგობრებისთვის არის განკუთვნილი აი ეს ადგილი. აქ იკრიბებოდნენ და ეხლაც იკრიბებიან სხვათა შორის მისი მეგობრები. აქ იყო ჟაბაასი, ხელოვნებაზე, ძმაკაცობაზე, მეგობრობაზე. აი აქ რასაც ხედავთ, აქ სულ ყველაფერი არის საჩუქრები, რომელიც მოართვეს თენგიზ მისმა მეგობრებმა. დღეს აქ მოვლენ მისი მეგობრები, რომლებიც გაიხსენებენ მის ცხოვრებას, მის მოღვაწეობას. ახლა აი აქ რასაც უყურებთ, მე აი ეს მინდა აღნიშნო. ეს არის მილიციის ერთ-ერთი მილიციის უფროსის საჩუქარი სასტვენი. ის დანიშნეს მილიციის უფროსად და თავის თავს გაუკეთა მგონის საჩუქარი და მერე თენგიზს მოუტანა აი ეს მილიციის სასტვენი. აქ უამრავი კულილა, ამდენი აზარფეშა, ამდენი რა ვიცი სასმელები აქ სულ თავმოყრილია და სულ ყველაფერი ეს არის საჩუქრები. იყო მეტის მეტად მხიარული, მეტის მეტად ენამოსწრებული, ენა კლიმატი. არ ვიცი, თენგიზმა იმდენ რამე გაუკეთა ქართულ ესტრადას, ქართულ თეატრს, აი სატირის თეატრი, რომელიც მის სახელს ატარებს, რომ მე მგონი ეს დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისათვის. აი ვარ აქ თენგიზის საყვარელ ფაცხაში და ასე მგონი აგერ შემოვა. შემეგება მისთვის ჩვეული სტუმართმოყვარეობით, გამასპინძლდება მოილხენს, მომალხენს და საოცარი შთაბეჭდილებებით გამიშვებს სახლში. აი უკვე 5 წელი გავიდა, რაც თენგიზი არ არის და დღესაც ამჯერა რომ არ არის ცოცხალი. ყოველთვის ზოგჯერ როცა ტელევიზიით გადაცემა არის ხო, სურვილი მაქვს წავალო ყურულის ხელი და დაურეკო დაველაპარაკო. საოცრად ნიჭიერი კაცი იყო. და გონია რომ არა მარტო მე თელ ქართულ ხალხს მოამდა თენგიზი. უნიჭერესი კაცი იყო, რატომ მე მახსოვს, გარდა იმისა რომ ჩვენ ერთად მუშაობდით, ბავშვობიდან მეგობრობა გვაკავშირებს და მე მახსოვს მის სტუდენტობის წლებში მისი ესტრადაზე გამოსვლა. ჯერ იყო შემოქმედებაში, შემდეგ პროფესიულ სცენაზე და მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი იყო.
თქვენ გახსოვთ ის ცნობილი მისი შექმნილი სახეები, იმიტაციები ვასო გოძიაშვილის, რომელსაც ბრწყინვალე სასიმღერო ფრაზით ამთავრებდა. გახსოვთ ალბათ აკაკი ვასაძის მონოლოგი შესაძლოა ბაძავდა და იქაც იმ ცნობილი სასიმღერო ფრაზით ამთავრებდა. თბილისში ცხოვრობდა თუ გახსოვთ ესეთი მომღერალი და გიტარისტი ლუი მარკოვიჩი, რომელსაც საოცარი ფალცეტი ჰქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ თენგიზი აქაც აი ამ საოცარი ფალცეტით ტიროლურ სიმღერას ხელობდა. უნიჭერესი კაცი იყო. და ძალიან გულდასაწყვეტია რომ დღეს არ არის თენგიზი ჩვენთან. და განსაკუთრებით იმიტომ რომ აი ესეთი შექმნილი გიტარების გამო და ჩვენთან ხდება თენგიზი შექმნიდა საოცარ სახეებს შექმნიდა. და დარწმუნებული ვარ რომ ხალხი ამას სიამოვნებით მიიღებდა, ბევრს იცინებდა, აი ნამატ სიხარულს მიიღებდა და აგრეთვე შთააგონებდა თენგიზი მათ ბედნიერების აფერწყალს, უბრალოდ გაუღვივებდა ბედნიერების აფერწყალს. ეს მოხდა 1921 წლის 24 თებერვალს. დიდი ქორწილი გადაიხადა ვაჩნაძეების ოჯახმა. ვახტანგმა ცოლად რუსუდან წელეთელი მოიყვანა და იმ დღიდან რუსუდანიც ვაჩნაძე გახდა. რას ადრეგძელოები არ უთხრეს ნეფედედო ფალს. ყველას პირზე ეკერა გამრავლდითო. უკვე 11 საათია. თავადიშვილები კი ჩანს გაგვიძებას არ აპირებენ. თავადიშვილებო, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ. დილამშვიდობისა რუსუდან. დილამშვიდობისა ვახტანგ. როგორ გეძინა? კარგად, ხოლო თელი ღამის როლა მესიზმრებოდა. ეგ გვიან ვახში მოვამიცის. ჭამაზე თუა ეგ დადიანების ოჯახს რუსეთ-იაპონიის ომი უნდა დასიზმრებოდათ. იმდენი ჭამეს წუხოთ ჩვენ ქორწილზე. არა უშავს, ჩვენ ცხოვრობთ გადაპატიჟებული დადიანებთან. იცოცხლე მეიმათ სამაგიეროს გადავხ. რა როდის მობძანდითო? როცა გაიღვიძებთ. აბა ავდგეთ. რა გვეჩქარება ჯერ 12 საათიც არ არის. ახლა არ თქვი დადიანები გველოდებიანო. ვახტანგ, რომელი კაბა ჩავიცვა დღეს? რომელი კაბა ჩაიცვა? საინტერესოა როგორია მინდია გარეთ. პროლა. რა ხდება ვახტანგ? მუშები, ლეხები. სულ თოფებით არიან შეიარაღებული. რა უნდა ამ დილა ადრიან მაგოს ახმურებს? რა უნდა და ქორწილში რატომ არ დაგხვპატიჟეთო ისრიან. რა ვიცი, რა უნდა. გაიგერთი ვის ესრიან და რა დესრიან? კი, მაგრამ ვის ვკითხო, როცა ყველა ისრის? ნუ თუ ყველა შეიარაღებულია, კითხე რომელიმე უთოფოს. არც ერთი უთოფო არ არის. შეუძლებელია ვახტანგ, კითხე რა. ნუ ხარ უცნაური, კითხე. კარგი ვკითხავ, მაგრამ იცოდე, თუ დაქვრივდი შენს თავს და რა ამბავია ბატონო, რა ხდება? რა ხდება ბატონო? ბატონო? როგორ? უკვე? რევოლუცია! რევოლუცია! კი, მაგრამ ერთი რევოლუცია ხომ იყო უკვე? დროებითი მთავრობა ჩამოუვიდიათ. ის სხვა იყო, ნიკოლოზი რომ ჩამოაგდეს. ეს სულ სხვა, ახალი რევოლუცია. ჩაიცვიდა ჩვენს ქუჩაში უნდა გავიდეთ. ქუჩაში რა გვინდა ვახტანგ? როგორ თუ რა გვინდა? მთელი ხალხი მიტინგზე გარბის. რა დროს მიტინგია? ჩვენ ხომ დადიანებთან ვარ დაპატიჟებული. რა დროს რევოლუცია? პურმარილზე ვარ წასასვლელი. ვახტანგ, მე მგონი შენ ჟღალი ჩოხა უნდა ჩაიცვა ვერცხლის ქამარხანში. მე კი ჩემ ატლასის კორსეტიან კაბას ჩავიცვა. ატლასის კაბებს დღეიდან გამოემშვიდობე. რატომ და ხომ გითხარი, პროლეტარული რევოლუცია, ჩვენც ახლებურად უნდა გამოვეწყოთ. ეხლა რაც უფრო ცუდად ჩავიცვამთ, მით უფრო მოგვიწონებენ. ქუჩაში რომ გაგვაჩერონ და ვკითხონ, საით მიდიხართო? რა სეტყვი? ვეტყვი რომ დადიანებთან მივდივარ სტუმრად. საგვაცრიათ თავს. ხალხი თავადებს და ბურჟუებს ებრძვის და ამ დროს მე და შენ დადიანებთან მივდივართ. სხვა რამ მოიგონე? კარგი ბატონო, ვეტყვი რომ თავადების და ბურჟუების დასახოცავად მივდივარ და იქიდან დადიანებთან შევივლით სტუმრად.
გვარი დადიანი აღარ ახსენე. საერთოდ д ასო არ თქვა. კარგი. თქვი რომ მივდივართ ბალახაშვილებთან, ტალახაძეებთან. კი ბატონო. მიწაჭამიაშვილად. ეხლა რაც უფრო ცუდ გვართან წახვალ სტუმრად, მით უფრო მოგვიწონებენ. კი ბატონო, მაგრამ ხელცარიელი ხომ არ წავალთ. არა და რაიმე სათამაშოს ვუყიდით ბავშვი რომ ყავდეთ. სიმონს ჯერ ბავშვი არ ყავს. არა ჯერ არ ყავთ. მოემზადე. მე გაზეთს ვნახავ. იქნებ ქარვასლაში იყიდებოდეს რაიმე სათამაშო. კარგი ვახტანგ. Дан приказ ему на запад, ей в другую сторону. რუსუდან, რა იყო ვახტანგ? სამოქალაქო ომი დაწყებულა. სამოქალაქო? დიახ. რა საინტერესოა? ვახტანგ, რას ნიშნავს სამოქალაქო ომი? როგორ არიცი? არა. სამოქალაქო ომი ნიშნავს, როდესაც მოქალაქეები ებრძვიან ერთმანეთს. ეს მართლაც საინტერესო ყოფილა. მე რა ხდება ეს ომი აქ ვახტანგ? ჩვენთან თეთრები ებრძვიან წითლებს. ვახტანგ, მარტო თეთრები და წითლები იბრძვიან თუ სხვა ფერებიც ეომებია? იასამნის ფერებიც. მოიცი. ვახტანგ, თეთრი კაბა ჩავიცვა? ჩაიცვი. რა თქმა უნდა, თეთრი უნდა ჩაიცვა. დიახ, სწორედ თეთრი. შეხედე. თეთრების გენერალი კოლჩაკი ციმბირში, თეთრების ადმირალი იუდენიჩი პეტროგრადში, თეთრების ბარონი ვრანგელი აგერ ყურის ძირში ყირიმში არის მოსული. ჩაიცვი თეთრი, რა თქმა უნდა თეთრი და მეც თეთრ ჩოხას ჩავიცვამ. მომართვით თეთრი ჩოხა, თეთრად უნდა გამოვეწყოთ გიტარა. კარგი თეთრი, ვახტანგ. სულ თეთრებში გამოვეწყობ. თეთრებში გამოვეწყოთ. თეთრებში ვახტანგ. მხოლოდ თეთრი. შემოვიდნენ თეთრები ისევე ნებენ დაჩაზე თეთრად გამოვეწყობი წერეთელი ბაჩნაძე რიმდამ თეთრი და ოჯახშიც თეთრი რემონტი გავაკეთოთ. კარგი ვახტანგ, სულ თეთრებში გამოვეწყობ. თეთრებში უნდა გამოვეწყოთ. სულ თეთრებში ვახტანგ. რუსუდან რა იყო? არ ჩაიცვა თეთრი, თორემ ჩაგვაცმევენ შავებს. რატომ ვახტანგ? კოლჩაკი დახვრეტილია. იუდენიჩი მსუბუქად ჩამოუხრჩვიათ. ვრანგელი კი ზღვაში გადაუგდიათ. ნეტად სურვა თუ იცის იმ საწოდავმა. საწოდავმა. ამხანაგო რუსუდან ვისკენ ხართ თქვენ? თეთრ გვარდიელებისკენ თუ ჩვენსკენ? ვახტანგ, შენ ხომ იცი რომ შენსკენ ვარ და აი შენ თვითონ ვისკენ ხარ. შენ თვითონ არ მითხარი თეთრი კაბა ჩაიცვიო? მე გითხარით? შენ მითხარი თეთრი კაბა ჩაიცვიო? იმიტომ რომ ჩვენ წითლები ვართ და მხოლოდ წითელი ფერი უნდა გვეცვას. კი ბატონო. მხოლოდ მე წითელი ფერიც მიხდება ვახტანგ. წითელი ფერი. კარგი. სულ წითლებში გამოვეწყობთ. წითელ კაბას შეგიკერა მოგილოცა აღდგომას ერთს ისეთ შარას გისმენთ ბატონო, ვაჩნაძე ვარ, ვახტანგ ვაჩნაძე. რაშია საქმე? აჰა, სამსახურის შესახებ.
მოითმინეთ ამ ხანაგებთან მოვითათბირებ. სამსახურს მთავაზობენ. სად? არის ასეთი ჭიათურის მაღარო. გახსოვს ჩვენი მეზობლები, ჩიბურდანიძეები რომ წავიდნენ მთელი ოჯახით. ჩიბურდანიძის ქალის გვერდით ვერ დავდგები სწორედ. უარი უთხარი. კი, მაგრამ მიზეზი ხომ უარი უთხრა? კარგით. ბატონო, გმადლობთ, მაგრამ მე ვერ შევძლებ თქვენთან სამსახურს, უგაცრავად. კი, მაგრამ მიზეზი? მიზეზი? ხომ უთხარი? არა, არ მithქვამს. ისევ ერთი წუთით. თქვენ უკეთესი რამ სამსახური ხომ არა გაქვთ? რაში გამოიხატება ბატონო და ესე იგი, სამუშაო იყოს ცოტა და ჯამაგირი დიდი. გაქვთ ასეთი? მომითმინეთ ერთი წუთით, ასეთი აქვთ რომ სამუშაოა ცოტა ჯამაგირი დიდი. მაგაზეც უარი უთხარი. მიზეზი ხო? სტუმრად მივდივართ დადიანებთან. მაბატიეთ ბატონო, ვერ შევძლებ დიდ ჯამაგირზე მუშაობას, იმიტომ რომ სტუმრად მივდივართ დადიანებთან, პურმარილზე ვართ დაპატიჟებული. არ შემიძლია მე ახლა მუშაობა და სამსახური. ბიჭოს Внимание! Говорит Москва. Советским правительством дан нашим войскам приказ отбить разбойничье нападение. ომია. რომელი ომი ვახტანგ? ფაშისტურ გერმანიასთან. მე წავედი. სად მიდიხარ? მე წავედი ფრონტზე, მოწინავე ხაზზე. არა, მე წავედი. ვახტანგ. სად არის ჩემი ზურგჩანთა? რომელი ზურგჩანთა? აი დიდი მწვანე ფერის რომ არის. მე მგონი შენ მწვანე ფერი არ მოგიხდება, შენ თვალებს უფრო ცისფერი მოუხდება ვახტანგ. რუსუდან ფრონტზე ფერებს ვინ არჩევს? როცა ყველანი სანგრებში ვიქნებით დამალულები. ვისაც სად უნდა იქ დაიმალოს, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო რომ ვაჩნაძე ხარ და დასამალი არაფერი. მე წავედი. ვახტანგ. ნახვამდის. ვახტანგ. მე წავედი ფრონტზე. ვახტანგ. გამარჯვებული დავბრუნდები რუსუდან. არა მე წავედი ფრონტზე. ნახვამდის რუსუდან. უნდა წავიდე. მე მივდივარ ფრონტზე. მე წავედი რუსუდან. 8 мая 1945 года в Берлине представителями германского верховного командования подписан акт о безоговорочной капитуляции германских вооруженных сил. საქმეა ეს. ომის ასე ჩქარა დამთავრება ვინ გაიგონა? რაღაც მინდა ახლა მე ზურგჩანთა. ამ ზურგჩანთას შემდეგი ომისათვის ცისფრად შეგიღება ვახტანგ. ნუ ღარ შეღება რუსუდან. ვიღას დაჭირდება ზურგჩანთა, როცა მსოფლიო შვიდობისათვის იბრძვის. რუსუდან რაღაც გული არა მაქვს, კარგად. ვახტანგ. წავიდეთ სტუმრად დადიანებთან. როდის მოდით? ცა გაიღვიძებთ. წავიდეთ სტუმრად. შინ მოусველ სვიმონ დადიანის ოჯახს. საწყალი ობლები. სიმონის ქალიშვილი უკვე 3 შვილის დედაა ვახტანგ. კი. სიმონის ქალიშვილი უკვე დიდი ბიჭი იქნება. ბიჭი ენგურხესზე მუშაობს მთავარ ინჟინრად. მინდა მის ბიჭს საჩუქრად მიუტანო ბურთი. პელეს სურათით. საწყალი პელე. არ უნდა დამდგარიყო კოლმეურობის თავმჯდომარე. ვახტანგ. წავიდეთ სტუმრად დადიანებთან. წავიდეთ სტუმრად დადიანებთან, მაგრამ ჯერ დავრეკა ვიქნებ არავინ არ არის სახლში და სად წავიდე? მისმენთ
გისმენთ დადიანის ბინა ბატონო რომელიმე ოჯახის წევს თხოვეთ სახში არავინ არ არის სახში არავინ არ არის ყველა წასული ეს ხომ უზრდელობა ჩვენ დაგვპატიჟეს თვითონ სადღაც წავიდნენ ფილარმონიის დიდ დარბაზში წასულან საზეიმო საღამოს რა ზეიმია გერმანიაზე გამარჯვების 38 წლის თან მერე შენ რატომ არ გამოგიგზავნეს მოსაწვევი ბარათი ჩემთვის რატომ უნდა გამოეგზავნათ მე ვის რაში ვჭირდები ჩემო რუსუდან ასია ეს ცხოვრება ზოგს ყველაფერი ზოგს არაფერი ნუ ნერვიულო ჩემო რუსუდან ეხლა კიდეც რომ გამოეგზავნათ უკვე გვიან არის თუ გვიან არის დავწვეთ ჩემო ჩვენ გონი სადღაც ვაპირებდით დასვლა ჩვენ სად ვაპირებდით საოცარია პირდაპირ ასე მგონია მთელი ჩვენი სიცოცხლე სადღაც ვაპირებდით დასვლას მე მგონი შენ უკვე გძინავს ჩემო რუსუდან ალბათ ღამე მშვიდობისა რუსუდან ღამე მშვიდობისა ვახტა გამოიარე ხოლმე რუსუდან გახსოვს თემურ ბიჭიკოს დღე რო გადაიხადა თენგიზმა. როგორ არ მამა შენი აღარ იყო, მაგრამ ხსოვნა ადამიანისა, ვინც გიყვარს. ისეთი რაცა ხელშესახებიც კი ყოფილა, რომ მე ოჯახის წევრი კი არა, აი, მისი მოწაფეთ თვლიდა თავს. თენგიზი უმცროს მეუბრად მამაშენისა და აი ვალდობულად ჩათვალა რომ თავის სახლში ბიჭიკოს დღე აღენიშნა და მე რა ბედნიერი ვიყავი რომ ახლა თენგიზის გული როგორ არ ვიცოდი მაგრამ ეს რომ შედგა ეს რომ ამას რომ დავესწარი კაცრო შეეძლო ვიყავ მართლა ბედნიერი ვიყავი და აი ახლა ბუხარიანთია და სადაც ავართ უკვე იცის ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა აქაურობას მარტო თვითონ თენგიზი აკლებს მეტი არაფერი ის სითბოს უტრიალებს ის მისადმი დამოკიდებულება სულ აქ არის სულ ჩვენში არის მე მგონი აქ არის მე მგონი აქ არის ყოველ შემთხვევაში აქ ხო არის აქ არის აქ ჩვენში არის და სანამ ჩვენ ვიქნებით იქნება უნდა
როცა ძალიან ნიჭიერი კაცი იბადება ის ბედნიერება მარტო მისთვის არ ყოფილა მე ვფიქრობ ძალიან დიდი წრისათვის რომლებიც მისახლობლებად თვლიან თავს ნათესაობისათვის მეგობრებისათვის და როცა მისი მასშტაბი უკვე გაცილდება მასაც კი მე უკვე ქვეყნისაც არის და მე მახსოვს არა ყველანი მოსწრენი ვართ იმისა რომ რისთვისაც დაიბადა ეს კაცი ხო იმდენად ნიჭმა არ მოასვენა რომ აი ნიჭმა მიაგნებინა იმ ადგილისათვის რაც უნდა ეკეთებინა და როგორ სამსახურში უნდა ჩამდგარიყო თავისი ერის საქართველოში რო კაც გაუკვირდება ვინმეს იუმორი როგორია ახლა მithumetes დასავლეთ საქართველოში სადაც კი ყოფილა რა ხდებოდა ხოლმე ამაზე ეს ბოლოს თავის მილიციერით კიდე რა საჩუქარი გამიგეთა სულ სასწაული იყო ესე იგი რაღაცა ავტორიც შეეძლო ყოფილიყო რეჟისორი შეიძლებოდა ყოფილიყო შემსრულებელი ხო იყო და იქ მიმართულებებშიც კი ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ სუეძებდა ხოლმე რომ ყავდა სულ მუდმივი მეგობრები ამაში მაგრამ ახლებსაც ეძებდა ხოლმე კიდე უნდა და რაღაცა სიახლე შეეტარა მე ენერგიაზე მინდა ვთქვა რომ ნიჭი იქნებ ენერგიაც იყოს ესე რანაირი ხარჯვა იყო კაცო მე ვთქვა საქმეში დავიხარჯები მე რაღაცა მჭირდება რაღაც ამოსუნთქვა მჭირდება დასვენება მჭირდება სული უნდა მოითქვა რომ რაღაც შემდეგი თავიდან მანამ შედგება ეს ამბავი რაღაცა ენერგია ისე აღვადგინო ისე შეიძლება ამ სუფრაზეც იქ პირდაპირ გადასულა საქმიდან სუფრაზე ისევ და იქვე რანაირად იხარჯებოდა ხოლმე ეს რა იყო რა არის ღმერთი რას უშვება ერთს რომ რამდენს მისცემს კაცო იქნება ამდენმა ხარჯვამაც ცოტა ადრე მოახდინა რა ის რომ ჩემზეც ნუ ერთი წელი თუმცა ყოფილა ჩემს ბაკაცი და ჩემზე ადრე წავიდა რა ადრე დახარჯა თავისთან მაგრამ ჩვენ გაგვავს ჩვენ ძალიან გაგვავს თავის სიყვარულით და ნიჭიერებით მე აი ეს კონდა რა ყოველთვის რა მეკვირდა იცი რომ აი ხა სულოცოდვილო აი კაცი ადამიანი ახსენე ის მილიციელი იბას ვეწყლარად ვერ უყურები მილიციელს რაღაცას ასაულია და რამდენი პლანი მოაქვს რა იმის დროს ეს იგი თვითონ სცენის დროს რამდენი რამე იგრძნობა ისიც რომ აუხვით ომს იმ კაცს რო თამაშობს არადა რო ატყობ რომ ეს დამჭერი არის კაცის არ უნდა არავის დაჭერა არადა რომ უნდა რომ დისციპლინა კონდეს და აი ყოველთვის კარგი მასალა არ ქონდა მას როცა ესე იგი შესასრულებლად ყოველთვის არ იყო ისე რომ ექსტრა კლასის პიესებში თამაშობდა თუ ნოველები ქონდა ასეთი მაგრამ გამართლებელს ამართლებდა აი ეს არის ყველაზე მეტად რაც მაოცებს სხვას რო ეთამაშა იგივე მასალა ვერ შეძლებდა ისე დარწმუნებას ჩვენსა თვითონ რო აკეთებდა ყველაფერი გამართლებული იყო ეს მე აი ეხლა ვიფიქრე თემურ რა იცი აი ვთქვათ რუსულ ესტრადაზე მეტად ესე იგი ზუსტად ურტყავენ ხოლმე მიზანში და რა თქმა უნდა იუმორი ყოველთვის არის მაგრამ ამავე დროს იმ მოვლენის მიმართ რის მიმართაც არის მიმართული ეს მასალა დაუნდობლებიც კი არიან თენგისთან მე მithქვი ამაზე რომ უფრო მეთქი რაღაცა უფრო დაუნდობელი უნდა იყო იმ მოვლენის მიმართ რაზეც შენ ლაპარაკობ მაგრამ აი ახლა რა ვიფიქრე იცი თავის ბუნება არ აძლევდა ამის საშუალებას მე მგონი მეტად ქონდა დიდი სიკეთე და ისიც კი რასაც ვთქვათ რო იტყვია რომ ამას ხარავებდა იმისადმიც კი იმ მოვლენისადმიც კი კეთილი იყო ხოლმე აი ეხლა ვიფიქრე იმიტომ რომ
აი დრო რო გადის, როცა კაცი აღარ არის, იმაზე კიდე სხვა კუთხით აფიქრობდა. იქნება ამაში იყო საქმე და რასაც მე ვსაყოდრობდი, იქნებ იმისი პლუსი იყო ეს სწორედ. ხო, არავის არ ანადგურებდა. ამაზეც სიყვარულით ლაპარაკობდა, ვისაც თითქოს დაცინოდა იმ მომენტში. იმიტომ რომ ძირითადად ის მაინც თავის ქვეყანაზე ლაპარაკობდა და ეთქობა ქვეყანა უყვარდა. ხო, მაინც ესე ყოფილა. ეგ ძალიან ზუსტი ის არის. აღნიშნო მისი ბუნებისა, იქაც გამოშვიოდა. ეხლა ის სუფრაზე რო ბრძანებდი სუფრასთან მე არ ვიცი, სუფრასთანაც ისეთ საინტერესო იყო, იმიტომ რომ არ იყო ეს მასთან, არ იყო ეს ღვინისმად სუფრასთან გახსოვს, აი, რა ვიცი, ერთხელ დაუსრულებელი ნიჭიერება იყო. გასტროლებზე ვიყავით ერთხელ ქუთაისში, ჩვენ მარჯანიშვილის თეატრი და თენგიზი მაშინ თავის თეატრთან ერთად იმერეთში იყო მოკლედ აღარ მახსოვს. არ ვიცი ზესტაფონში არ ვიცი დადიოდა ასე დასავლეთ საქართველოში და რო გაიგო რომ ჩამოვიდა გახსოვთ და რომ მოგვიყარა თავი ყველას და რომ წავიყვანა მე თუ ცუდად არ გავხდებოდი იმ სუფრაზე არ ვიცი ფიზიკური საფრთხე შემექმნა ვიდრე არ მოვკვდე ხლა რა იყო ეს აი ამოუწურავი რაღაცა კონდა და როგორ უნდა რომ ჩვენთვის დახარჯული იყო და ჩვენთვის აბაო მითხრა შენ სპექტაკლებს ხარ გადაღოლილი როდის აბოყვალ სპექტაკლზე სადგიყურო და აი არავითარი არ მახსოვს იქ არ ძღვინისმა არაფერი არ მახსოვს ამის გარდა რაღაცა ამოუწურავი კი მე მახსოვს და ადრე მithქვია კიდევაც ხო რაღაცა წარმოგიდგენელი აი არ არის რა წარმოვიდგენდით აი მაშინ იგი მამა ჩემის ის რო გააკეთა ხსოვნის შენ როგორ იგონებ და ჩემთვის რა იყო ეს დღე და აი გავიდა სულ ცოტა ხანი და ჩვენ გვიწევს ასე შეკრება და მასზე საუბარი როგორც ის სხვებზე მამა ჩემზე იყო თუ სხვა მეგობრებზე ლაპარაკობდა არაფერი მაგრამ ეთყობა ის რომ აი ახლა ვარ ლაპარაკობთ მასზე და თითქმის ფრაზა არ გვითქვამს ღიმილის გარეშე იუმორის კი არა აი ღიმილის გარეშე ეგ როგორი სინათლე დატოვა ჩვენში. ღმერთმა ქნას რომ ასეთი ადამიანები არ დაიგენა სინათლეს და შუბს დატოვებენ რაღაც. თავარი ეგ არის, მე მგონი რაც რჩება კაცისაგან ეგ არის, რომ რა სიტყვას ტოვებს, რა სიყვარულს ტოვებს ხალხში, რა კვალსატოვებს და თორემ პრინციპში ერთ რამეში ვარგივართ მაინც ქართველები. უნაკლო არავინ არ არის, მაგრამ ეს ძალიან მომწონს რომ ის რაც გარდაუვალია, იმაზე ძალიან დიდი დარდი არ ვიცით ხოლმე. დარდი ვიცით იმაზე, ვინც უკვე არ არის, თორე ესე კაცი თვითონ შენ დასასრულს, მაინც ქართველი კაცი დიდი უბედურებით რა ეგრეა და რა უყოთ რა. ერთი ნუგეშია, რომ როცა იქნება ჩვენც იქ ვიქნებით და იქნება ერთადაც ვიყოთ. ვერთ მაგის ვერთ. ვაცერებ უბრალოდ გადაცებულია ავტომანქანა მოსკოვში ჟიგული ჩაიგა. გამტაცებელთა ჯგუფი დაკავებულია. 3 აღიარა 1 ათზე. ნაგვარია ის რომ არ დიბო. კანაშენ აღიარეს. დიახ. კიდევ დაკავებულია ახალგაზრდების ჯგუფი. ოპერის სიმღეროდენ ღამის სიჩუმეში, როცა მშვიდებიან მოსახლეობას, შვიდად ეძინა. მას მოუწოდეს წესრიგისაგან, მაგრამ უფრო ხულიგნურად დაიწყეს სიმღერა უფრო. ვინ თქვა? ზემდეგო ჯამასპიშვილი. ჯამასპიშვილს მენ არა ვიჟო. ესე იგი ჯამასპიშვილის აზრით თუ სიმღერა ხულიგნობა, ცეკვა ბანდიტიზმი იქნება ალბათ. სტუდენტები არიან? დიახ. შემოიყვანე ჩემ. არის. აი, გელოდა. აი, ესენი არიან უბრალოდ. რამბარია მის. რატომ არ გქონთ საზოგადოებრივი წესრიგს? დაგაპატიმრეთ ხოლმე. ამდენად. ამოდექშო. რატომ ხულიგნო? გეგიქები რატომ ხულიგნო შენ? დამდგარ ოპერისტი შვაღამეზე და მთელი. შვაღამეზე მთელი. ოპერისტი. თუ შნოგაკ შედი ოპერაცია.
მაგრამ ალბათ შენ სოპერო სიმღერა არ გეხერხება, უფრო კამეროდი გეხერხება. და მაგ შენთვის კარგი კამერა. რომელ ხმას ამბობ? კილო კამერაში მოგათარგე. ამას უყურებ შენ. რამდენი წლის? 22 წელი არ წვენია ბიჭო. 22 წლის კაცი შენ, არ წვენია? ბიჭო მე რომ 22 წლის ვიყავი, არ წვენია ბიჭო. დაგაპატიმრე ამ ჩაქსრაგე ხოლმე. ამას უყურე როგორ? მასწავლე გერიხო შუაღამბეზია. რეგან? უცნაირ მუჩეთ ხარ მოპანი. ეგერ ჭირდება მოკეთავეთ. აქტივდა მომეთ უშენოდ გავარჩევთ აქ საკითხს. გამაჯახეთ შენ. გამაჯახეთ შენ. ხულიგანო სტუდენტო. რომ მივწერე ხლა რექტორატზე გამოგიცხავე. მე დაჯექი და ქუჩა იმღერა შენ და დაჯექი და იმკე. ამას უყურებ შენ. რამას მასაბე? მინდა გითხებოდა მე. თავისთვის მე ვარ პირველს მოწმე რა გინდა შენ რატომ დავიქოვე? მინდა გითხებოდა მე. რამდენი წელი? 22. მე მე 22 წელი შენ გაპულები ახლა შენ. გაპულები ამიტომ დაგაპაკე რეკორდში. დავა როგორ? ება. გეგენაო ბატონო. ეს მე როცა ზარა დამნაშე დაიწყო პირველმა ახლა მეორე რა გინდა დავაი. მე ვერ დაგაპაკე ჩუჩუჩუ. დაგაპაკე რასი გულებში ალბათ ნაწილი ხარ მილიციაზე თბილი გალობა რომ შეგაწყვეტინეს გამადიახე რომ ახმას ამბობ ამბობ ის ბანია მოილის რო ის მისტორე ბატონო რო შენ ბაბინგე გითხრა და ბავშვმა ამბობ შენ მოიცადე რამდენი წლის ხარ 22 ინკუბატორი და ხوارდა 22 წლის რა ვაკეთე შენ ყველას მაგივრად შენ დაგაპატიმრე ხარ ეს წაიტავა შენ დაგაპატიმრე ყველას მაგივრად ანცე წაიყვანი შეგერდი ვიღარი ვაცნა უნდა არასწორია როგორ მოხდიან გავგებრება თუმცა მოდია არა დამნაშავე ქართული სიმღერა ოხერია პირველმა და მეორემ ბანი რომ არ ჩაიწვიონ არაფრით არ შეიძლება მოდია ბიჭო დარასელია თუ ხალხა ასეთი კარგი გვარიშვილი თუ გამოვიდე მდგომარეობა და მაინც ბანი უნდა თქვა ბიჭო მოგუდული მაინც თვიას ბანი ძალიან და შენი დუხი არ ნახო და მეორე კუბჭი მესამე კუბჭი დაგაპაკე მეოთხე ისე ვაგები რამდენი წელია ფამე აკაცი ფამე ზახალგაზდა იფიქრა რომ უფროსმა მეგობრებმა დაიწყო ამან არ დაიწყო ხონდა მიაცილოს სახში აწესიერი კაცი ხიზელი ხარ ხო მე არო ოდნავ ნასვანი ხარ მე არო ნასვანი აბა ფოკუსნიკი ხარ და ხიზელი ხარ და რა ხარ მე თვალი არა ფერიგეთობა რა მენაკლები ფაიტრაი აბა პატარჩიკები წამდეს ხო ანზე მალადეს რა შენ თუ 18 წლის ასესვამ 78 წლის რასი ხოჩა შენ კაი ბიჭი ხარ შენ საუბრ მარიაში ხარ წასდამთავრე აპარატ ალბათ არა აკაცი ზნა მუგალეთი როგორი ხარ სარაჯიშვილი რატომ ხვილიგდობ სარაჯიშვილი არა გეკითხები ეს 18 წლის სარაჯიშვილი რატომ ახუჭე 22 წლის ბავშვებს არა გეკითხები რატომ ხვილიგდობ ახლა დაგაპატიმრებ ამ წუთში ამ წუთში დაგაპატიმრებ ხარჯა ამას უკვე სამჯერ ხარ ხარ შვაღანეს ხარ ხარჯა მე ამ გავუდი მე ვერ გავუჭი ახლა სკარბეოდი ბრავოდი რა დაგიჭირო ახლა თქოში დაგიჭირო ჩამ ჯეროდიშა აბაკა ბიჭო გურცკაიამ ჰეროდა პიროს გიგერავამ ჰეროდა მეორეს დარასელია მღეროდა მესამეს ქართული სიმღერა სამხმიანია ვიმღავოდა არა მიპასუქე შენ ვიმღავოდი ეხლა ჩაქსვა მამკი ამჭი დაბაგი დონკოლო ალასუყურე შენ გაპულები და შეხსეის ასმადი ნეტო ხულიგან შეკოპოს მოტო დაიჭედა დაგაპატიმრე მამჭი ენა ხარო დაიჭედა დაგაპატიმრე ენა დაიჭედა
ერთი იმიტომ არ დაგიჭერო 18 წლის ხარ შენ და კაცი უნდა გამოხვიდე და უნდა ისწავლო. მეორე იმიტომ არ დაგიჭერო სიმართლეს რომ ლაპარაკობ, ამიტომ არ დაგიჭერო. მესამე იმიტომ არ დაგიჭერო ეთყობა მეგობარი გიყვარს, ამიტომ არ დაგიჭერო. ხომ მესამჯერ არ დაგიჭირო. მეოთხე იმიტომ არ დაგიჭერო. იჯო შენ ვარა სარაჯიშვილი ხარ. საფრთხა მე რომ სარაჯიშვილი დავიჭირე ოპერისტის სიმღერის გული. დაიხსენე შვილო, შენ სარაჯიშვილი ხარ. ამგვარს გაფრთხილება უნდა და დიდი ვანოს სახელს პატივისცემა და მოფერება. წადიხარე მეორე. ბაბა უბრალოდ სიმღერის საკითხი რა უნდა დავაკავო კაცი. როგორც მოვაჭა მასპიშვილი ჩასი ხუთრა ისე. არის უბრალოდ მაგრამ δεν გაიგია ხულიგანი და ხელოვანი ერთმანეთის საკითხი. ნერა რაც შეუძლება ეს ჯამასპიშვილი როგორც დაინახავს თალმაღალ კაცს მაღალ დააბაჭირებს თალმაღალ თვითონაც არამაღლა არ აფიქრა ჩასი როგორც მოვაჭა მასპიშვილი. ეგ ძალიან უყვარდა ფეხბურთი. თვითონაც შესანიშნავად თამაშობდა ეგრეთ წოდებულ მინი ფეხბურთს. დაყავდა თავისი ბიჭები, თეატრის თანამშრომლები ყოველდღე დიღომში ჩვენს ბაზარზე და ფიზიკურათაც ემზადებოდა საღამოს სპექტაკლის ჩასატარებლად და რეპეტიციისათვის და ასევე ცდილობდა რომ ჩასვდომოდა ფეხბურთის ფსიქოლოგიას ძალიან ღრმად. მე ყოველდღე ვძინავდი მის ინტერესს ფეხბურთელებისადმი და ისეთ შეკითხვას დაგისვამდა ხოლმე, ისეთ დეტალზე შეგეკითხებოდა, რომ ვცნობდი, რომ ეს კაცი ძალიან დაკვირვებულია და ძალიან აინტერესებს ფეხბურთელის ფსიქოლოგია. ჩემის აზრით ის კავშირსაც ხედავდა მსახიობებში და ფეხბურთელებში ერთგვარს, ვინაიდან ჩემ ინტერესსაც გრძნობდა ხოლმე რეპეტიციისადმი და მის სპექტაკლისადმი და ასევე მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აინტერესებდა ის თუ როგორ მიდიოდა მომზადება გუნდის და რა შეიძლებოდა ყოფილიყო მის მხრიდან დასახმარებლად გაკეთებული, რათა ქართულ ფეხბურთს წინსვლა და გამარჯვება ქონოდა. მახსოვდება 1976 წელი ჩვენ გველოდა თამაში დონეცკში, თასის ნახევარფინალი და შემდეგ 4 დღის შემდეგ იყო დანიშნული უკვე ფინალი. ფინალში რომ გავსულიყავით, ფინალი უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში, ამ დროს თენგის გასტროლები ჰქონდა დაგეგმილი ქობულეთში და წასვლის წინ შემეხმიანა მითხრა, რომ გინდაო ფინალზე ჩამოვიდეო. უკვე ჯერ კიდე ნახევარფინალური არ იყო მაშინ ჩატარებული და რომ გეკითხება, რომ გინდა ფინალზე ჩამოვიდეო, გაგზნობინებს, რომ რაღაც იმედი აქვს. და ეს ხდებოდა ფეხბურთელებისთან დასწრებით. შემდეგ ფინალზე ჩამოვიდა და ჩვენ ვიყავით განთავსებული ნოვოგორსკში, იქ არის მოსკოვის დინამოს ბაზა და გვეწვივა იქ. მოვიდა ჩვენთან ძალიან გახარებული, რადგანაც ფინალსაც ესწრებოდა და რა თქმა უნდა ერთგვარი მონაწილეც ხდებოდა ჩვენთვის საისტორიო თამაშისა. თამაშის წინა დღეს საუბარში ჩავთვალეთ, რომ იგი მზად იყო შეხვედროდა ფეხბურთელებს და შემეკითხა კიდევაც, რომ ვარ თუ არა საჭირო. მე ვთხარი, რომ იყავი ჯერ გაჩერდი პატარა ხანს მეთქი, ჩვენთან იყავი აქ და გეტყვი მეთქი. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ შევხვდი და მე ვთხარი, რომ აუცილებლად კარგი იქნება თუ საღამოს ბიჭებს შევხვდებით მეთქი. მაგრამ ფეხბურთზე და ხვალინდელ თამაშზე ჯობი არ იყოს მეთქი არავითარი ლაპარაკი და სულ სხვა ასპექტში უნდა გადავიტანოთ მეთქი ჩვენი საუბრის თემატიკა. რა თქმა უნდა, ის თვითონ გრძნობდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო და ძალიან ნახევარსაათიანი, 40 წუთიანი ასეთი ლამაზი შეხვედრა გამოვიდა და პატარა მეც ვიგრძენი, რომ ფეხბურთელებს ეს მოუხდათ. და უკვე ის ფიქრი და დაძაბულობა და ფსიქოლოგიური ეს მდგომარეობა მათი უკეთესი გახდა. ასე არ შეიძლება.
მთელი ჩემი სიცოცხლე ხალხს შევწირ. მინდა სულ სიკეთე ვთესო. მეგობრობა ვაშენო. შენებაზე გამახსენდა. რამ სიმაღლეს სახლებს ვაშენებთ ამ ბოლო დროს. ეს სასტუმრო ივერია წამოჭიმეს. აგეთ ეს წამოჭიმეს აჭარა. მალე ოსეთ წამოიწყებენ. რა გინდა თამცაში? რა გინდა წაში ტოროლა ხარ? რა ჯობდა ძველებურო ერთ სართულიან სახლებს რუსთაველის გამზირზე რომ იყვას ჩიჩიკჩიკებული. ერთი საერთო აივანი რომ მქონდა 40 ოჯახს. ერთი საერთო ეზოთი. ერთი საერთო უნკანით. ერთი საერთო იყო როზ-როზი, რიგი, ხორხოცი. ყველამ ვიცოდით ერთმანეთის საიდუმლოება. ახლა ვართ გამოკეტილები ამ იზოლირებულ ბინებში და სამსამოთახიან 4-4 ოთახი. მთელი გართობა არის ტელევიზორი. რა გამოსაგონებელი იყო საერთო ტელევიზორი. იქნება არ მინდა მაგ კინოს ნახვა ძალა ხარ ბიჭოს. მაგ ფეხბურთი ნანაკი. უკანასკნელი ცნობები. შენთვის იყოს უკანასკნელი. რა გინდა? ვინ ფიქრობს ადამიანზე? ჩემს მეტი. მე სულ ადამიანებს დავუყვები ფეხაკრებით უკან. უსმენ. ვიმახსოვრებ. მე მოვდივარ სახლში და ყველას რომ ზძინავს მთელი ღამე ვმუშაობ. და ბაგზავნი. ეანი. ვინ იზიარებს ბატონო ჩემ აზრს? ვინ მაგდებს რამე? ვინ კითხულობს ჩემს ნაწერს? თუ ასე არც მე მომწონს თქვენი ნაწერი და ნაბეჭდი, აბატონო, ეხლა შევიძინე ფარდულში. საქართველოს ბუნება, ჟურნალი. ბუნებას უნდა ბგელი და ხვლიკი. და რა ქაღალდი ხარჯება? ამ დროს სალფეტი არ გვაქვს. არც პირდაპირ თბილისის მეტრო უფრო ღრმად და ღრმად მივიწევთ ციაგისეულში. უმარხავენ ცოცხლად. თუ ჩამოვიდე დამარხე ბატონო. მიწის ქვეშა გადასასვლელი, ჯერ მიწის ზედა რა არის, მიწის ქვეშა რა არის. მიწის ქვეშა გადასასვლელი ისის გადასასვლელია, როდესაც ინტენსიური მოძრაობის დროს ტრანსპორტსა და მოქალაქეებს ხელფენ. თუ ძმახარ, ვიცით ბატონო. მიწის ქვეშა გადასასვლელი. ჩახვა ლაიკი და მოყოლ მაიკი. დამანებით. არა, დამანებით. არ მითხრათ რომ რა მეკეთდება. დაიდა. ძველი თბილისი აშენ რა თუნდოდ. იყო შესანიშნავად ჩამონგრეული ეს ბალკონები და ესე და ხალხი ვერ გამოდიოდა ბალკონზე და თავის თვინ იჯდნენ სახლებში და მუშაობდნენ. ახლა არის ეს ლამაზი აივნები და მთელი დღე განანებს ხოლმე. ცდება ხო. რა რიყეში ძველად ჩახვიდოდი. გაივლიდი, გამოვიდი, ახლა შიშით ვერ ჩავსულა. მოტრიალდები მოგადგამენ ბალკონს. აი დამანებით, არ მითხრა, დამანებით, მომეშვით. უყურე ნონა გაფრინდაშვილი სოფლიო ხუთგზის ჩემპიონი. მაია ჩიბურდანიძე სოფლიო ორგზის ჩემპიონი. ნანა იოსელიანი ევროპის ორგზის ჩემპიონი, ნანა ალექსანდრია სამშობლოში სამგზის ჩემპიონი, ნინო გულიელი ამაძე უარეს. არ შემიჭი, აღარ მაქვს ნერვები. ეს ნონა პირდაპირ მოსაკლა. თვითონ გაბურდა, ბავშვები ასე იყოლია. ასე შეიძლება სოფლიო დაჭაგრო? დამანებით. მე 4 ცხოვრობ ორჯონიკიძის რაიონში რა ამბავია. დაანაწილონ ეს რაიონები გემაგი. დამანებით არ მითხრა. დამანებით. ნუ მანერვიული. უყურე. ეს ეს რა ურეშა რას მელაპარაკები მართლა? ეს რა არის? არა, ეს ყველაფერი ხომ უნდა მივწერო ახლა მე იქ.
მაგრამ რიდგინდა მიწერო ამით რა მუდმივ კალმებს უშვებთ ეს კალამია ჩავიდე ჯიბეში თელი ეს ერანგი თამისვარა მეუნით ცოლმა მითხრა ქიმწმენდაში მიიტანე ქალო დღევანდელი ქიმწმენდა ან დღევანდელი ცოლია მე ცოლები მყავდა ნიგავარი ვაი დაუჯერე მივიტანი ამოიყვანეს ვერ ამოიყვანეს აილაკ არა ამოიყვანეს არ გადავრი როგორ ამოიყვანეს მაგრამ ამოვიდა რა როგორ 10 წუთში ამოვიდა ქიმიური მელანი ეს მელანია არა გეკითხებით ახლა ამ მელნით დაწერილი რომანი თუ აწასაგით არ თქვენ გესმით თუმცა მე არ მესვიდა არც ერთი დიდი მნიშვნელოვანი შეჯიბრი არ ქონდა თბილისის დინამოში ჩატარებული, რომ ფაქტიურად ასეთი მისი უშუალო მონაწილე თენგიზ ჩანთლაძე არ ყოფილიყო. მე ვძნობდი ხშირად დაძაბულობას საუბრის დროს მასთან და ჩემის აზრით, როგორც ის ფიქრობდა მომავალ სპექტაკლებზე, ასევე მეც ალბათ ვიყავი დაძაბული და ფიქრობდი თამაშებზე. და ასეთი აზრის მუშაობა, ასეთი დაკვირვება თავის საქმისადმი ერთგულება მას ახასიათებდა ხელოვნებაში ჩემის აზრით ძალიან მკვეთრად და გამოხატული იყო ეს თვისება იმითაც რომ ფაქტიურად არარავობიდან თავისი საყვარელი თეატრი ჩამოაყალიბა. ხალხში ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ძალიან დიდი პოპულარობა უსაყვარლესი პიროვნება იყო, მაგრამ მე კიდევ და კიდევ მინდა ვთქვა, რომ მასთან ურთიერთობა იყო ძალიან რთული. არაპატიებდა ფალშს, არაპატიებდა არც ერთ თავის მეგობარს, უკან დახევას, ან გამოვლენას რაღაცა ცუდი თვისებისა. ძალიან მკაცრი იყო ურთიერთობაში, ძალიან მომთხოვნი, ამავე დროს იცოდა უსაზღრო სალული და ერთგულება. მე მინდა კიდევ ერთი მომენტი აღნიშნო, რომელიც ჩემი აზრით თენგიზს ძალიან დაახასიათებს. საერთო ჯამში ადრე წავიდა, ვერ მოასწრო თავისი გეგმების განხორციელება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი რამ ისი გაკეთებაც მას შეეძლო, მაღალ დონეზე გააკეთა. ეს ერთეულების ხედრია, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, აკეთებს მარტო ის, ვისაც შეუძლია თავის საქმეს ყველაფერი მისცეს. თენგიზი ის პიროვნება იყო, რომელიც თეატრს და ხელოვნებას აძლევდა სულ ყველაფერს. და მე მახსენდება პერიოდი, როცა ურთულესი სიტუაცია შეექმნათ თეატრს, რომ არ ჰქონდათ უკვე ადგილი, სადაც უნდა ეთამაშებდა, როგორ განიცდიდა იმას, რომ შენობას რემონტი ჰქონდა და ახალი ადგილი უნდა ეძებნა იმისათვის, რომ გაემართა სპექტაკლები. სადაც კი გამოჩნდებოდა თენგიზ ჩანთლაძე, ყოველთვის იყო თითქოს იქ ხიარული ატმოსფერო შექმნილი და ყველა იყო მოლოდინში იმაში, იმის მოლოდინში, როდის დაიწყებს თენგიზ ჩანთლაძე ლაპარაკს და როდის გააცინებს ხალხს, მაგრამ თენგიზი ამ სიცილთან ერთად ძალიან დარდიანი კაცი იყო და თავის ახლობლების პატარა ისეთ რთულ სიტუაციაში ჩავარდნას გულთან ახლოს მიქონდა ეს და განიცდიდა საშინლად. საბოლოოდ მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 5 წელიწადი არის გასული სამწუხაროდ, იმის შემდეგ რაც თენგიზ ჩანთლაძე ჩვენ გვერდში არ არის, ეს რა თქმა უნდა ხელოვნებასაც დააკლდა და თავის ძმებს და მეგობრებს და ძალიან დიდი ტკივილი გამოიწვია ოჯახში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ დავივიწყოთ თენგიზ ჩანთლაძე, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ იმას ჩვენზე უფრო უყვარდა ეს სიცოცხლე, ჩვენზე უფრო ცდილობდა, რომ მთელი თავისი ცხოვრებით ეცხოვრა და ჩვენზე უფრო ცდილობდა, რომ მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფილიყო კეთილი და ისეთი პიროვნება, რომლის დაკარგვაც ჩვენთვის ძალიან დიდ ტრაგედიად გადაიქცა. მე მინდა მადლობა უთხრა
ღმერთს, რომ მე მქონდა ამ კაცთან ურთიერთობა ძალიან ახლო, ძალიან დიდი მეგობრები ვიყავით და მასთან ურთიერთობაში ბევრი რამე ვისწავლე, ბევრი რამე გავიგე და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემ გვერდში იყო ნამდვილი მეგობარი, ნამდვილი ძმა და ნამდვილი მოსიყვარული ადამიანი. მობრძანდით? ახალ დინას გილოცავთ. მადლობ. თქვენ აქ საიდან შემოხვედით? კარიდან. როგორ კარიდან, როცა კარგად მახსოვს, კარი მე თვითონ დავკეტი აი ამ გასაგებად. თქვენ დაგეტეთ, მაგრამ მე გავაღე. როგორ? ბოდიშს ვიხდი. გეტყობათ ახლები ბრძანდებით. დიახ. რაც ამ მიკრორაიონში ბინებია, აი ამ ერთი გასაღებით იღება. როგორ ბატონო? Вот как близнецы. დიახ. მე ზენკალი ვარ. მოვედი რათა დახმარება გაგიწიოთ. ისეთ საკეთს დაგიყენებთ, შეიძლება თქვენ თვითონაც ვეღარ გააღვათ. ხუმრობით. ჩემი ხელობა 350 მანეთი დაჭდება. 350 მანეთი ძვირია ბატონო. 350 მანეთი რა ამბავია? ძვირია? ძვირი. ძალიან ძვირია. თქვენი სახელი ხალბატონო? ხათუნა. კი, მაგრამ სად მსახურობთ, რომ ასე გეძვირათ? მე კვლევით ინსტიტუტში მეუღლე აკადემიაში. ყველა თავისი საქმის პროფესორია, ყველა თავისი საქმის გენერალია. აი თქვენ პროფესორი ხართ? არა ბატონო, მე დოცენტი გახლავ. ესე იგი, ჯერ ლეიტენანტი ყოფილხართ თქვენ? მე ხატვას ვასწავლე. ესე იგი, სერჟანტი. მე კი ბატონებო, ჩემი საქმის გენერალი ვარ. მაპატიეთ, მაგრამ დღესდღეობით თქვენისთანა მეცნიერი და თქვენისთანა ხელოვანი ბევრია, ჩემისთანა ხელოსანი კი ქალაქში ერთია. რაც ცოტა ძვირია. გნებავთ დაგიყენებთ საკეთს, არ გნებავთ და კარგად ბრძანდებოდი. არა ბატონო, ჩემი ორი ხელფასი ერთი საკეთის დაგანებაში ნამდვილად ვერ მოგცა. თქვენი საქმისა თქვენიც. თუ გუნიათ რომ სხვა ხელოსანს ვერ ვნახავთ, ძალიან ცდებით. ქალბატონო, ნახვით ნახავთ, მაგრამ ჩემნაირს ვერ ნახავთ. ძელ კაჩესთვე. დაიხსომეთ ბევრს მომძებნით, ვერ მიპოვნით. მიპოვნით? ძვირია ბატონო, ძვირი. ო, ძვირია, ეს უკაცრავად ერთის თვითით მაპატიეთ. ეს რა არის? ნახატი ბატონო. არა, ნახატი ვიცი, მაგრამ აი ეს რა არის? მოლბერტი. როგორ? მოლბერტი. მართლა? ჩემი ბიჭის სეხნია ყოფილა. ალბერტი ქვია. ეს ამეჯი ჯერ არ გადმოგიტანია? გადმოვიტანეთ. გადმოვიტანეთ. გადმოვიტანეთ? დიახ. სულ ეს არის? დიახ. დიახ, ეს არის. ციგნები. მე მგონი თქვენ საკეტი საერთოდ არ გინდათ. როდესაც ვკარგავთ ახლობელს, ძვირფას ადამიანს, რჩება ძალიან პატარა ნუგეში. ეს ნუგეში გამოიხატება იმაში, რომ ვითომ და დრო ყველაფერს მკურნალია. თენგის ჩანტლაძე, რა თენგის ჩანტლაძე იქნებოდა, რომ თავისი გამორჩეულობით არ დაერღვია ეს თითქოს ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება. არათუ მკურნალი, გავიდა წლები, რაც დრო გადის მის ახლობლებს, მეგობრებს, მის თაყვანისმცემლებს არ შეიძლება არ ქონდეს ერთი გრძნობა. როგორ გჭირდება ეხლა და უფრო მეტად თუ არა, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ გვერდში იყო. როცა ასე ტკივა საქართველოს, როცა ასე გვაკლია სიცილი, ღვიმილი, როდესაც გვენატრება რაღაცა სიხარულის ნაფერწკალი და ამის ჯადოქარი, ამის ყოვლის შემძლე ადამიანი. დღეს არ არის ჩვენთან. ყოველი გამოჩენა სცენაზე დღესასწაული იყო. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოვლენასთან ჰქონდა ადგილი, როდესაც აი სპექტაკლის ყველაზე აღმაღელვებელი თეატრისთვის საერთოდ ბედნიერი დღე არის პრემიერის დღე. და მე ნელ-ნელა რაღაცნაირად გადის დრო და სპექტაკლი თავის ელფერს კლებულ ის კარგავს და ასე თუ ისე ბოლოს და ბოლოს ბერდება სპექტაკლი. აი თენგიზის თაყვანისმცემლებს ჰქონდათ ის ბედნიერება, რომ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა, რომელშიც თამაშობდა ბატონი თენგიზი, თქვათ 2-3 წლის წინათ, გადავიდა დრო და შეივლიდნენ რა თეატრში თქვათ თენგიზის სანახავად, ისინი კვლავ პრემიერაზე იყვნენ. აი საოცარი უნარი, რომ ყოველ დღე შეექმნა კაცს სცენაზე
და დაემყარებია დარბაზთან ისეთი ურთიერთობა და ზოგიერთი მაყურებელი მასში შეყვარებული მეოთხეთ, მეათეთ რა ვიცი მოდიოდა მის სანახავად და ის კი ესწრებოდა ახალ სპექტაკლს. ახალ სახეს ხედავდა. იგი ყოველთვის ამდიდრებდა თავის სახეს, თავისი არაჩვეულებრივი უნარით მოეგონებინა ისეთი დეტალი, ისეთი ფერი შეეტანა, რომ მარადი დღესასწაული შეიქმნა სცენაზე. ეს საოცრად საინტერესო მოვლენა იყო. ეს ფენომენი სამწუხაროდ თეატრონებმა ნაკლებად შეისწავლეს, ნაკლებად მიაქცა ყურადღება თენგიზის იმ განუმეორებელ თვისებას. მარადი უჭკნობი, აი ვიტყვიან გაუხუნარი დღესასწაულისა თეატრში. თანაც თენგიზმა დაიწყო მაშინ თავისი მოღვაწეობა, როდესაც საქართველოს მდიდარი იყო კომედიური მსახიობებით. როგორი ვარსკვლავი წყინავდნენ ქართულ სცენაზე და რაღაც არის ვიტყვიან შემართებით შემოიწეს პატარა ბიჭი მაშინ და როგორ მალე დაიპყრო მაყურებელი. როგორ მალე გახდა უსაყვარლესი ადამიანი სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ძალიან ძნელია დღეს ლაპარაკობდე თენგიზ ჩატლაძეზე და ამბობდე იყო თენგიზ ჩატლაძე. თენგიზ ჩატლაძე ყველასთვის მე მგონია, ვინც დიდი ხანია იცოდა, ვთქვათ, როგორც მე ვთქვათ, ბავშვობიდან და ის ვინც მან მის სადაც მოასწრო, ვთქვათ, ერთხელ მაინც შეხვედრა ამ ქვეყნიდან წასვლამდე, მისთვისაც იყო არ გამოდის, ის დარჩა. დარჩება როგორც ცოცხალი და თქოს ის ყოველთვის ჩვენ გვერდად არის. ის მარადად ახალგაზრდა, მუდამ ღიმარი და მუდამ სიხარულის მომტანი არის ჩვენთვის. თენგიზ ჩატლაძე. შენ არ გაგაღვიძა გამჩენმა ღმერთმა. მადლობელი არ უნდა იყოს ეს მართლა ღორი რომ ამას ქალი შავთო. და ფხიზელი ძილი ჰქონია. ეს რა ლამაზად გაიღვიძეკა. უკაცრავად ვარ მოსვენება დაგიფრთხე. რა თქმა უნდა არ გეხსომები და ვერც მიცან. საიდან უნდა გიჩვენო? დედა თქვენთან მეგობრობდი, განახევრად ჩემ ხელში ხარ გაზრდილი. არავის არ იკარებდი. დედა ჩემთან არ მინდა. გინდა თუ არა ძალოა ხორეშანმა დამაძინოსო. როგორც ტკბილად დამიძინები ხარ, ეგრეთ ტკბილადაც გაგაღვიძე. მე მაინც ვერ გიც. ელაპარაკია მუტროქსა. ლუარსაბ. მაშინი გამზრდელი ძალოა ხორეშანი არ გახსოვს? საიდან უნდა მახსოვნე? მე მაშინ პატარა ვიქნებოდი. განარაკა, სულ დამავიწყდა რომ ბალღობაში პატარა იყავ. მე ჩემო შვილო, ხორეშანი მქვიან, მიცან? ო, შენა, სუტკნეინა იქნებ. მეხი კი დავაყარე, ვინც აქ სახელი შემარქო, საქმე გამოლევია და უყბედია მეხიც იმას და ეცემა. მერე ჩემგან რა გინდა? მინდა ისევ დედობა გაგიწიო. აბა შუა გზაში ხوار მიგატოვებ. ეხლა გინდა შველა და პატრონობა. რამდენი წლისა ხარ? მე? არა მე. შენ ეგრე 70-ის იქნები. რას ამბობ ხა? 10 წელიც არ იქნება, რაც 40 გადავაბიჯე. აი შენ რამდენი წლისა ხარ? მე ხალა უკვე დიდი ვარ 20-ისა. 19-ისა, 18-ისა. ისიც კიდევა 17-ისა. გვრიტები ვით იქნებით. ეხლა ვხვდები, რასაც გაუგიჟებია ის ქალი. ვინ არის და რა გვარისაა? ჩვენი მასპინძლის მოსე გრძელაძის ქალია კალმით ნახატი. როგორი ყარამანით შენახარ, იმისთანა სალბი ყურამანიც ის არის. როგორა? აი ტარიელი და ნესტანდარეჯანი ვით იქნებით. რა იყო ლუარსაბ? რა იყო შვილო? ფული აქ? ფული? 200 თუმანი. ბაჯაღლო ოქრო პარკში ეს გამოკრული. განამე კი არა მქონდა გულში ჩავარდნილი მაქალის სახე? როგორ იცნობ? თვალითაც არ მინახნია, მაგრამ ეგრე ვიცი. რადგან სიყვარული შენს მოგდებია, სხვა გზა არ არის, უნდა დაგეხმარო ლუარსაბ. შენ ლაპარაკის უფლება მომეცი და თან 20 თუმანიც გამააყოლე, რომ ქალის ახლობლები მოვისყიდოთ. მანცემ ლუარსაბ. მანცემ? ლაპარაკის უფლებას ეხლა მოგცემ, ფულსა კიდე მოგვიანებით. ფულზე ხომ არ არის საქმე, ფული რას ახსენებელია. აი შენ თამასუქზე ხელი მომიწერე. თამასუქზე თუნდ ეხლა მოგიწევ. თამასუქიც მზად არის. აჰა. თამასუქი? ესეც ფანქარი.
თამასუკი. ხო, თამასუკია, მაშაკა. ეს თამასუკია. აკი გითხარ თამასუკი. და ეს ფანქარი. ხო, ფანქარი და თამასუკი. და თამასუკი და ფანქარი. ხო, შვილო, მაწერი. ეყოფა, ხა, რამდენსაც წერა, ეყოფა. მამეცი. ჩასთვალე რომ ეს საქმე გაკეთებულია. ხო. ხორეშან, ოღონდ აუჩქარე, თორე მე უკვე ავდუღდი დავინთე, იგი აუჩქარე. მალე იქნება თუ ყველაფერს მე დამიჯერებ, ლუარსაბ, თავიდან უარზე უნდა დასდგე. უარზე დავსდგე. ხო. ქალსაც მეტი ცეცხლი მაედება. ქალს ცეცხლი მაედება? მაშა? მე რო შამხედავს, ცეცხლი მაედებ. მაგრამ მოუვა შე რო დაგინახავს და მამამის მოსესაც. ცეცხლი მაედება? არა, ხა, მამამის მეტფულს დავტყუებ. მოსე მამას. ფულებ დავტყუებ. ჩუმად. დავტყუებ ჩუმად. ფულებ დავტყუებ მოსემამის. ფულებ. ფულებ კი დავტყუებთ, მაგრამ სულ დამავიწყდა მეკითხნა. თვითონ ქალი როგორია? შიგნში და ხელსაქმეში განთქმული ქალია. წიგნინა თმენა დიამბეგეთ კი არ უნდა დავისო. შენისაც თქვი, აი ფერხორციტა როგორია ლოგინს შამსებს? ლოგინში რო ჩაგიგორდება, მაშინ ანახა. არ მატოღვე? ხორეშანი და ტყუილი. შენი კუჭისა 200 თუმანი ბაჯაღლო ოქრო პარეკითა ლოგინში რო ჩამეგორდება და ხორეშანა დედი რა შვილო განამე კი არ მახსოვ პატაცა რო ვიყავი და ძუძუმაჭი მევდი მარ გეხსომება შვილო მარ მაშ აუჩქარე რა მიდი აუჩქარე როგორ გადაც კარ გუნებაზე დავდეგდა ჭამის მადაზეც მოվել იქნებ ვწდები მაგრამ მე ასე მგონია რომ საერთოდ ადამიანის თვისება შეიძლება განსაკუთრებით ქართველი კაცის თვისება იყოს როცა განძი მის სიახლოვესაა მაგრამ ძალიან შორს ეძებს სხვაგან ეძებს მე ბედნიერად თვლი ჩემ თავს რომ ვიცოდი რა რომ განძი იყო თენგიზ ჩანტლაძე მე სხვაგან არ ვეძებდი მას იგი ჩემი ახლობელი იყო ვძნობდი რომ გვერდით იყო ისა და შესანიშნავად ვიცოდი მისი ფასი თენგიზ ჩანტლაძის სიცოცხლე მე ვიტყოდი რომ აი ამ ცოდვით დამძიმებულ მიწაზე დღეს კიდევ განსაკუთრებით იყო საჭირო მე ვერც დავასახელებ მეორე კაცს ჩემ სამეგობროში რომ ამ რაოდენობის მეგობარი ყოლოდა. იცით რა ხანდახან იტყვიან ხოლმე რომ აი ამ ხანაგის სხვა არის და მეგობარი სხვა არის შეიძლება 1000 მეგობარი გყავდეს მაგრამ აქედან გამოარჩიო 5 შენი მეგობარი იყოს მაგრამ 1000-ივე შენი მეგობარი იყოს და ამხელა გული კონდეს რომ 1000 კაცს სამეგობროთ ეყოს მე მეორე არ მეგულება. არც მეორე მეგულება ისეთი რომ ასე თავგადადებული კაცი ყოფილიყო მეგობრის გამო. და მე მგონი იცით იმასაც დასჭა ის მეგობრები და ამაში ბედნიერი იყო თენგიზი სხვა შორის სიკვდილშიც ბედნიერი აღმოჩნდა სიკვდილშიც არის რაღაცნაირი მშვენიერება რომ უმადური მეგობრები არ აყავდა თენგიზს არც მაშინ სიცოცხლის ჟამს და აგრძნობინეს მეგობრობა და არც შემდგომ როცა იგი ასე უდროოდ წავიდა ჩვენგან აი ახლა ჩვენა ვართ მის ფაცხაში ასე დავარქვათ პირობითად ეს ჩადგმული არის მის მშვენიერ ეზოში, ედემში, როცა ეს გაკეთდა და აი აქ თავს იყრიდა მისი უახლოესი ადამიანები, მე ამ ადგილს საძმო დავარქვი. მაშინ ეს სიტყვა მაინც და მაინც ამ სიტყვას არ აქონდა, მაშინ ისეთი შინაარსობრივი დატვირთვა და შეიძლება ითქვას, რომ პირველი იყო, როცა თენგიზ მოეწონა ეს სიტყვა და აი ამ ფაცხას დაარქვა საძმო. ამ საძმოში იკრიბებოდნენ საქართველოს უღირსეულესი შვილები. დაწყებული ბატონი ირაკლი აბაშიძიდან დამთავრებული აი უმწემეს სახიობამდე რომელიც კი აი აქ მოდიოდა და აქ ჩვენთან ერთად იყო. ერთი რა მინდა მოვიგონო მისი
საოცარი პროფესიონალიზმის გამო. ჯერთი თავიდანვე უნივერსიტეტიდან, სკოლიდანვე გათამამებული იყო იმ პიროვნებებით, იმ ცნობილი ადამიანებით, რომლებიც მას უწერდნენ იმ სკეჩებს თუ იუმორისტული ხასიათის მოთხრობებს. მე ამას სიმპტომად გათამამებული მეთქი, რომ ყველას არ აქონდა იმისი უნარი, იმის საშუალება, იმისი ძმური ერთგულება, იმისი ვაშკაცობა, რომ თქვა და აი ნოდარ დუმბაძიდან მოგეპოვებინა აი ესეთი ნაწარმოებები. ნოდარი თავად ამხანაგობდა თენგიზთან და უპირველეს ყოვლისა მას მისცემდა ხოლმე თუ რამე ესეთი კარგი დაწერილა, მაგრამ საოცარი ისაა, რომ თავად შეეძლო თენგიზ წერა და თუ არ შეეძლო, შენს პროფესიონალიზმში ისე გაერკვეოდა და ისე ჩაერეოდა ხოლმე და ისე მოირგებდა იმას, რაც უნდა ეთქვა სცენიდან, რომ თითქმის თანაავტორი ხდებოდა აი იმისა, რასაც იგი კითხულობდა ხოლმე. რა ამბავია დედაკაცო? შენ რა გამოგივიდა ადამიანო, შენ რა გამოგივიდა? სიზმარი ვნახე და იმას ვიგონებ. რა სიზმარი ნახე, რა სიზმარი? რა სიზმარი ვნახე? სიზმარი ვნახე ძილშია. ხო, რა ნახე? ვითომა საფლავში მხართეძოზე დვიწეკ და ამოხტომა მინდოდა. აი მინდოდა ამ მხტარიყავი, გესმის? მე ვერ ამოხტი? ხლა რო ვერ ამოხტარიყავი, ხო ეხლა წიგვიქნებოდი არა? ჰაი რო ამოხტი და ფილაქანზე ზღაპთანი მოვადინე, მე კი ლამის ქვეყანა შევყარე. ქმარი გამიგიჟდა მე. ქმარი? მართლა გიჟი გეგონე? მეგონე. მართლა გიჟი გეგონე? მეგონე, მარ მეგონე. რა ვგენა კაცო? მე კიდევა შენ მეგონე გიჟი. აი მადლობა უფალსა რომ ორ თავენი ეგრე ჭკვიანები ვართ. მოდი ერთი მაგ მარწყვი, მოდი წადი მოდი ერთი მაგ მარწყვით ლოყები ამოქმნიტუნა. როგორ გადაც კარგ გუნებაზე დავდეკ დარეჯან და ჭამის მადაზეც მოვე. აი ყველა და ამაღამა ვახშიმათ რა გვაქვს. ღვთის წყალობა ბევრი გვაქვს. მაინც სადილიდან დარჩომილი კარგი ცივა ძროხა გვაქვს. ხო, სხვა. კარგი შიგნეული სკუპატიცა გვაქვს. სკუპატები? კარგი ღორის სუკებიცა გვაქვს. აი ეგ სუკები ერთ რამეთ აღირს იცი შენა, მაგრამ მარტო ეგ რას გვეყოფა კიდევ სხვა. ყველი პური და კეთილი გულია. ყველი პური და კეთილი გულია, რას თქო კაცო? ჩვენისთანა ვახშამი ხელმწიფესაც არ ექნება. ყველი პური და გული და ყველი პური გული და ყველი. და პური. იცი, ეხლა ყველი და პური კი კარგია, მაგრამ აი ხორცის ჯობია, იცი შენ. ხო. აი ხორცი რაც უფრო მსუქანია, უფრო გემრიელია. თამთამა. თამთამა მაშ. როგორც ქალი. შენ ხო იცი დარეჯან, ქალი ქონითა ფასობს მაშ. აი შენ ქალი ხარ. შენ გემრიელი ხარ? აი შენ ქალი ხარ. მა ჩემი რძალი ელისაბედი ქალია? დღეში რო დააბა, მგელი არ შაჭამს. ეხლა ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ თუ არა. ხვალეს ჭამა გვინდა თუ არა. დალუცვილ ღმერთს ეგრე გაუჩენი ადამიანი. ყოველ ცისმარე უნდა სთქო, მადლობა უფალო, რათა განმაძღე შენ მე. ხვალ რა გავსჭამოთ? ხვალა. ხო, ხვალა. დამაცეთი მოვიგონო. აბა მაიგონე. არტალაზეთ როგორ ახლა? არტალაზეთ როგორც ყოველთვისა ვაცივითა ვარ, მაგრამ მარტო არტალა რას გვეყოფა? სხვა კიდევა? ხო, სხვა. ერთი კარგი ჩიხირთმა. ჰა? ბოზბაშის ჯობია. შენ არ მამიკვდე ლუარსაბ, კარგად გაკეთებულ ჩიხირთმასა ბოზბაში არ ეჯობ. ეხლა ტყემლის მჟავით
გაკეთებულ ბოზბაშა ჩიხითმა უნდა ამჯობინო? ვამჯობინე. მაშინ პირში გემო არა გქონია. შენც ერთი ახირებული კაცი ხარ, რასაც დაიჩემებს ხომ ადამიანი ვეღარ გადაგათქმენებს. მაშინ ბოზბაშს ამჯობინე. ვამჯობინე. მაშინ პირში გემო არა გქონია. გემო შენ არა გქონია, თორე მე ხო ბოზბაში მირჩევნია და მირჩევნია. მირჩევნია, ბოზბაშის ჯობია. არაფერიც, რაც მიედ მოედები ადამიანო. აბა ბოზბაში როგორ აჯობ ჩიხითმას, როცა რომ ჩიხითმა მაგონდება პირში წყალი მომდის. თუ შერიცა ვარ უფრო. ბოზბაშზეც კი არა. აბა ეხლა მითხარი, ჩიხითმა რა ჯობია? მაგ სიტყვაზე დგეხარ? დგევარ. მაშ კარგი. აი შენახო ჩიხირთმა მშიერს მოგვრის პირში ნერწყვსა. მე კი ბოზბაში მაძღარსაცა. აი მე ხო დღეს შენზე მეტი მიჭამე, შენზე მეტი ხო მიჭამე? გიჭამნია. რა ვქნა კაცო, აი ეხლაც. აი დარეჯან, აი ეხლაც რომ მაგონდება პირთამდე პურ ჩაფშვილი, ჩაბუჟბუჟებული, ბოზბაში ცავსე მათ. ლაპა თუ ზემოდანაც ერთი კარგი კანჭი აძევს, რას ამბობ დედაკაცო, ბოზბაში წვნიანების მეფია, ისე როგორცა აი თართი თევზებისა, მაგრამ შენ დედაკაცი ხარ ეგარიცი, გაიგე შენ? აბა შენ კაცმა როგორ უნდა დაგიჯეროს, რომ ეგაც არიცი. ორაგული თქმულა თევზების მეფე და არა თართი. აი სუეგრე სტუი ხოლმე. მეფე თართია. ორაგულია. თართია. მეფე ორაგულია. ორაგული თართის ვეზირია, გაიგე შენა? მაშ მეფე თართი ყოფილა. ორაგულია მე. თართია. მაშ თართი არა ყოფილა? ორაგულია. მაშ ორაგული არა ყოფილა? აი საიდან მიცი რომ ორაგულია? შენ საიდან მიცი რომ თართია? თართმა მითხრა, საიდან უნდა ვიცოდე? საიდანაც შენ იცი რომ ორაგულია, აი მეც იქიდან ვიცი რომ თართია. მაშ ბოზბაში არა ჯობნებია? წელანდელი სარიყოს მტყუანი ხარ და არასწრაფო. მტყუანი შენ ახარ თორე მე ბოზბაში მირჩევნია და მირჩევნია. დახე. შენ არა თქვი მეფე თართიაო? ეგ შენას. მე? შენას თქვი. დახე. არ გახსოვს, ეგ შენას. დახე, მე ორაგული ვთქვი, შენ თართი. მე ორაგული ვთქვი. რაც გინდა ეგას თქვი მე ორაგული. რამდენი გინდოდა სიმდან იყურე, რამდენი გინდოდა. მე ორაგული ვთქვი. ჩემი ბრალია რომ ორაგული. შენ გეთქო ორაგული და მართალი იქნებოდი, მაგრამ არა. იმიტომ რომ არ იცოდი. აი მტყუანი ხარ და სტირი ხარ. რატომ მე არა ვსტირი ვარ? მართალი ვარ და არა ვსტირი ვარ. მტყუანი სტირი. იტირე რამდენი მე რა მენაველება მე ორაგული ვთქვი და ეხლა რა ჩემი ბრალია რომ ორაგული ვთქვი შენც გეთქო ორაგული და აი მაგ დღეში არ ჩავარდებოდი კარგი ეხლა ნუ სტირი და ბალღი ხო არ აღარ ნუ სტირი ჩემი ბრალია რომ მე ორაგული ვთქვი გახსოვს ხო გეუბნებოდი დარეჯან არ გახსოვს რომ გეუბნებოდი დარეჯან მეთქი სტქვი ორაგული არა თართი უნდა ვსტქო თქვი თართი და იტირე რამდენიც გინდოდეს ჩემი ბრალია რომ მე ორაგული ვსტქვი გარგი ეხლა შავერდი ეხლა მაიცა რა გიტყვი აი დარეჯან ეგ შენ განა გინდოდა არა შენ აი მახსოვს ეგრე დაიწყე ორა თართი ეხლა არ იცოდი და კარგი ეხლა ნუ სტირი და შავ აი სხვა დრო მაიცა დაგარიგო სხვა დროს სხვა აღარ იტყვი არა აღარას თქო სხვა დროს და შაგეკითხები თქვი რომ მეფე ორაგულია თქო თათი აღარ კარგი ეხლა ნუ სტირი და შავრი გიდეთ მაიც დარეჯან მაიცა ეხლა მაგონდება გონი ორაგული შენას თქვი აკი არ გითქვამსო ეხლა ხო გაგიტყდი შენი კუჭისა და მეტი რა გინდა ეხლა ხო გაგიტყდი შენი სიცოცხლე და ბედნიერება ჩუგრია გოშია ჯეკია ეგა ძაღლია ნუ მეურე ჩემი სუგრია აღარა ხარ შენგან პირველად მესმისა ერთი
რაღაც მინდა მოვიგონო თენგიზის დროს განსაკუთრებით გაიფურჩქნა იმიტაცია. ჩვენ ვიცოდით, გამოდიოდა ხალხი, რა თქმა უნდა, სცენაზე იყვნენ იმიტატორები, ბაძავდნენ ვიღაცებს, მაგრამ რა დონეზე იყო, იცით მაშინ იმიტაცია? აი კაცს წინდა თითქმის, როცა შენ რას ქვია ბაძავს, ესე იგი დამცინისა. და ასე აღმოჩნდა საჩემოდაც. ჩემი ლექსი წაიკითხა უნივერსიტეტში, ну ჩემი ხმით მომბაძა რაღაცა მე წინა კაც ცოტა არ იყო მე რა თავი მომეჭრა ამდენ ამხელა ხალხში ეს გაიგო თენგიზმა გაიგო და მოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა კაცო შენო რაღაც წენიაო და ბიჭო მე შენ ძმო სახელსა და გვარს გიკეთებ კაცო რომ რაღაცა შევმატო შენ სახელსა და გვარს და პოპულარს ხდიოდა შენო წინსო ეგო მაშინ იცი რას გეტყვიო არ მინდა ახლა იმ კაცის გვარი ვთქვა ერთი ცნობილი პოეტი იყო დაამდევს უკანო მირეკავს რომ სახში მოდის ოღონ მეწამბაძე ოღონ ჩემი ლექსები თქვი ოღონ აი წავალ ახლა და იმას წავბაძავო და დამარწმუნა ამ კაცმა რომ ის იყო მეგობრული შარჟივით რაღაცა და პირიქით ეს რა იყო იცით რომ შეიძლება წაბაძო შენ საყვარელ ადამიანს კაცო და ხარ შემოუდგე მართლა და მისი მეგობარი იყო თორე სხვა ამას არასოდეს არ გაიკეთე საოცარი პიროვნება იყო მე როს ერთხელ დავწმუნდი რომ ეს 100-ია საჭირო მართლა მეთქი ერთ დაუბეჭდავი ლექსი მივეცი დაუბეჭდავის მეტი რა მქონდა ახლა მაშინ ისე ხშირად ვინ დაგვიბეჭდავდა მაგრამ ლექსი იყო რომელსაც მე გამოდივდი და ვკითხულობდი ხოლმე მაგრამ ვკითხულობდი მე თუ ამას იუმორში ჩამithვლით კარგია და ბავშვობიდან შპარგალკები ძალიან მიყვარდა ხოლმე და იშვიათად წამიკითხე ლექსი მაინცდამაინც ზეპირად სულ რაღაც სადღაც მეშლებოდა ხოლმე და ვკითხულობდი ეს ლექსი წაიღო თენგიზმა და თენგიზი კითხულობდა ამას უკვე ჩემი ხმით სცენაზე. ერთხელ დადგა ჟამი იმისა, რომ ჩემი წიგნი გამოცემულიყო. და არ მინდოდა ის ლექსი დამეკარგა. დაურეკე და უთხარი, თენგი, შენი ჭირიმე, აი ეს ლექსი შენ რო ზეპირად იცი. იქნება ჩამიწერო და მომიტანო სახში მეთქი, ან მოვალ მე წამოვიღე, მიდო რომ მე არ მახსოვს, არა მაქვს ის ლექსი მეთქი და. კიო, მითხრა და მომიტანა მართლა. მაგრამ რომ მოვედი კიდე. ახლა ჩემს დაბნეულობას რა უთხარი, კიდე გამებნა სადღაც ისე და კიდე დავკარგე. ახლა კიდე დაურეკე. კიდე აბა ბიჭო, ახლა გადაყვებიო, მითხრა, იკისრე პურმალი და მოგიტანო. მე ვაჭრება ჩემს ლექსზე, კაცო, ახლა მომიტანოს თუ არა. თუ მომიტანე, მე უთხარი, ჩემი ლექსი არა, შენი ლექსი რო იყო, შენ გეცოდნება ზეპირად, ჩემი ლექსია, მე ვლაპარაკობ. ახლა გამოვალ ვიტყვი, რომ საერთოდ ჩემია, შენი არ არისო, რა, ამ იმტკიცებ, ხელნაწერი არა გაქვს, არაფერი არა გაქვს. მე ვკითხულობ, ნუ კარგი, მე მითხრა, რომ არ მინდა არაო, მე ვიკისრე პურმალის, ოღონო შენ თამადად ამიდექიო. კაი თქვა ბატონო, შევთანხმდით. მაგრამ ახლა ვისაც თენგიზ ჩანტლაძის აი სუფრაზე ყოფნა უნახავს ის მიხვდება და ის მიხვდება მე რა დღეში ვიქნებოდი იმ დღეს როცა თენგიზმა აი აქ ბაცხაში პურმარილი გამართა თენგიზი ყველა საქმეს ისე მიეცემოდა თითქო იყო უკანასკნელი თითქო იმის შემდეგ აღარ უნდა ეცოცხლა ეს кейპი იყო ეს მისი პროფესიონალური გამოსვლა იყო, ეს თეატრის შექმნა იყო, ეს მეგობრობა იყო, ძმობა იყო, ჭირში მისვლა იყო, კაცთა მხარში ამოდგომა იყო. აი ყველაფერში იყო საოცრად დიდი პროფესიონალი. ერთი ამბავია, რომ დიდი გული ჰქონდა, კი გითხარით, რომ არ შეიძლება თელ საქართველოს გაუყო შენი გული. და ცხოვრების უკუღმართობის გამო ეთყობა ვეღარ გაუძლო გულმა და მოკვდა, მაგრამ მე თავიდან გითხარით, რომ სიკვდილშიც არის მშვენიერება მეთქი, ეგეთი დაუვიწყარი კაცი იშვიათად მინახია და რა ბედნიერებაა, რომ ამ საშინელ საქართველოს ვერ შეესწრო თორე რას გაუძლებდა ბიჭო და არა და უფრო ცუდი იქნებოდა, რომ დღეს იგი წასული გვენახა ჩვენგან და ახლა იმითი მაინც ვამართლებ მის წასვლას, რომ გეგონება იწინასწარ მეტყველა, რომ მისი საფიცარი და მისი საყვარელი საქართველო ასე გატანჯული, ასე გაორებული, ასე დაუნდობელი და ასეთი მკაცრი არ ენახა, ადრე განუტევასული და ადრე წავიდა. მე ვიცი, რომ ის ისეთი რა ინდიკაცია და ისეთი ლოცველია საჩვენოთ, რომ ზეციურ საქართველოშია და იქედან გადმოგხედავს ხოლმე. ღმერთო შეუნდე თუ რაიმე ცოდვა ჰქონდა, მაგრამ თუ შედარებითია ყველაფერი, იგი ნაკლებ ცოდვიანი კაცი იყო, ვიდრე ჩვენ ვართ მისი საძმოს წევრები ამ ქვეყანაზე. გარეჯან, შენ იცი, ჩემთვის რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტაფხუნა, გრძნობის ჯონჯოლი,
მაიცა გონებისა რა ვთქვა გონებისა თუნდ ნივრიწნილი იყოს ნაცხო კარგად თავს ნაცხო კარგად თავს სარიელი ჭკვის სკოლა მიხარ შენ გენაცვალო შენი შენი ლუარსაბი დარეჯან როგორ რაღაცა იცი კარგუნებასეთ დავდე კარგი სიზმარი გინახავს და იმიტომ სიზმარშია სტილო ტირილი მერე სიხარულის ნიშანია ეგება ვაჟიც გვეყო ეგება ვაჟიცა როგორც კი 14 წლის შესრულდება ქალი უნდა მოუყვანო ოიქნებ ბავშვს ცოლი უნდა ეგეთი ქორწილი გადავიხადოთ რომ მთელი ქვეყანა ამბობდეს ეგ თათქარიძეებთან რემბებიაო მაშ ისეთი ბუქნური უნდა დავარო ახალგაზრდობა უნდა გავიხსენო რომ სულ მტვერი დადეგეს თუნდე ლეკურდაული მაგრამ აბა ეხლა ვინ გამოვითამაშო მიეგერა რა ეკი აღარ მამა გონდა მაშ დარეჯან მე ლეკურდაული და შენ გამოგითამაშე იმიტომ რომ მისი мама არამედ ნამდვილად ხედავდი რომ ის სახლში იყო მუდამ უდიდესი ნაწილი მხიარულ მდგომარეობაში ძალიან აფასებდა ოჯახს და ოჯახის წევრებს გარდა ამისა ნამდვილად გულწრფელად უყვარდა ოჯახის წევრები მშობლებიც და თავისი მეუღლეც ერთგვარად ბევრ რამეში უჯერებდა მას კიდეც და განსაკუთრებულად მოწონდა ის რომ ქალბატონ ზაირას შეეძლო თავის მსახიობურ ნიჭთან ერთად და შემოქმედებასთან ერთად გამოეჩინა ასეთივე შემოქმედება ოჯახურ საქმიანობაში. ეს მას ძალიან მოწონდა და ახარებდა. უყვარდა ძალიან მეგობრები და მათზე სულ კარგს მელაპარაკებოდა. უნდა და ხშირად მათთან ყოფილიყო. ან ისინი მაგასთან ყოფილიყვნენ და ძალიან ხშირად აწყობდა კიდევ ასეთ პირობებს რომ ეს შეხვედრები ქონოდათ. ნებამომეცით მოგონებით გამოვიდე სამსონ ბარნაულის სხოვნის საღამოზე. მე და სამსონი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიკავი, როდესაც ოჯახურ წარმოდგენებს ვმართავდი და ხანდისხან სამსონსაც ვათამაშებდი. სამსონი ჩემზე 14 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ჭკუას მაინც მე ვარიგებდი და მეურჩევდი. სხვათა შორის ყველაფერს მიჯერებდა. მე და ჩემმა გამჭრიახმა თვალმა იმ თავითვე შეამჩნია რომ სამსონი ოპერის არავშავს მომღერალი დადგებოდა. მე დიდი ღვაწლი მიმიძღვის ჩვენი ხელოვნების განვითარების საქმეში. ვისაც ჩემი ხავერდოვანი ხმე
ვისაც ჩემი ვილვეთოვანი თემბრი მოусმენია, მას არ შეუძლია დაივიწყოს ჩემი დიდი შემოქმედება. ხანაგებო, უნდა გამოგითხრდეთ იგო შემთხვევები, როდესაც მე თან ვმღეროდი, თან ორკეს გირჟორობდი და თან ადგილზე ვცეკვავდი. საწყალო სამსონ, რამდენჯერ ამიტირები ხარ ბიჭო, ჩემი დიდი თამაშით. 1925 წელს საწყალი სამსონი ავადმყოფობამ ლოგინს მიაჯაჭვა. მე არც ავადმყოფ სამსონს არ ვეშვებოდი. მივდიოდი ხშირად, მივდიოდი თვეში ორხელ, მიმქონდა მანდარინი და კარალიოკი. ვждებოდი საწოლთან და უხვებოდი ჩემი დიდი წარმატებების შესახებ. სამსონს ახსოვდა, რომ ყველა მისი როლი მე გადმომცეს ავადმყოფობის შემდეგ და მე ერთ კვირაში გავაკეთე ის, რასაც საწყალი სამსონი წლების მანძილზე ცოდვილობდა. დიახ, სამსონის ცრემლიანი თვალები მახსოვს, რამდენად მე შემოქმედებითად მიზრდებოდი, იმდენად სამსონის ჯამრთელობა უარესდებოდა. 1920 წელს სამსონი მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან. ვწუხვართ. ეხლა კი მადლობა მინდა გამოუცხადო დღევანდელი საღამოს მომწყობ კომისიას. კარგი იქნება თუ ხშირად მოვაწყობთ ასეთ თბილ საღამოებს და გავიხსენებთ ადამიანს, რომელზედაც მე დღეს აქ თქვენთან ამდენი ვილაპარაკე. სავსე. ყველაფერი შეითვისა თავისი ხალხისგან და ყველაფერს ასმაგად უბრუნებ. თენგიზი დავამახსოვრდა როგორც დიდი ენაკვიმატი ბავშვი. თენგიზი ძლიერი პიროვნება იყო. შეუპოვარი, ამ დროს საოცრად გულჩვილი. ჩემის აზრით, თემიშაბაძე იყო გამიმეორებელი და გამორჩეული ყველასაგან, ხოლო დადებითი ნიშნით. ის არავის არ გავდა. აი, ჩემთვის ის იყო ფენომენი, რომელსაც მეგონი კიდევ უნდა შესწავლა და ახსნა. თემიშაბაძე, ასე მოკლედ რომ ვთქვათ, იყო პიროვნება, რომელიც საქართველოს დღეს ძალიან დაჭირდებოდა. ეს არის ჩემი შეფასება. იყო პიროვნება, რომელიც მთელი თავის ცხოვრების პერიოდში ცდილობდა, რომ ყოფილიყო თავისი ერის და თავის სამშობლოს სამსახურში. ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე მეტი სალანძღავ სიტყვად მიმაჩნია კაცი როცა არის უღირსი და უზნეო. ქრისტიანულად მიუღებელია. თენგიზი იყო ზნეკეთილი და ღირსეული პიროვნება. ჯერ მხოლოდ თენგიზი გამოდიოდა ესტრადაზე. არ დაკმაყოფილდა და პარტნიორს უხმო. მხოლოდ ერთ ადამიანთან ურთიერთობამაც ვერ დააცხრო და მცირე რიცხოვანი ანსამბლი შეკრა. მერე ეს ანსამბლი მინიატურების თეატრად აქცია. ბოლოს მინიატურების თეატრი იუმორისა და სატირის სახელმწიფო თეატრად დაამკვიდრა. საკვირველია ზოგჯერ ზოგიერთი ჩინოვნიკის სიჯუტე,
რაჯაფა დაადგა თანამშრომლებს, ახლობლებსა და თენგიზის მეუღლეს ზაირა გოგიაშვილს, რომ ამ რუდუნებით ნაშობ თეატრს ჭეშმარიტად მისი დამაარსებლის თენგიზ შანტლაძის სახელი დარქმეოდა. გიორგი შავგულიძის სიკვდილის შემდეგ პირადად მე აღარ მომისმენია მაყურებელი საყვარელი მსახიობის სცენაზე გამოჩენას, შენ გენაცვალე და შენი ჭირიმეს ჩურჩულით შეხვედროდა. თენგიზ შანტლაძეს თეატრში გავიგონე ეს სიტყვები, თენგიზის მიმართ ნათქვამი უკანასკნელად. შემოგხედავდა სიყვარულითა და სიცოცხლით გასხივოსნებული თვალებით, მერე სადღაც შენს მიღმა გაიხედავდა და უკვე იცოდა ვინ და რა კაცი იყავი. ადამიანების ასეთი შეუცდომელი ცნობა აძლევდა ალბათ საფუძველს მის შეუდარებელ იმპროვიზაციებს. ჭეშმარიტად სახალხო არტისტი იყო და საქართველოს ყოველ კუთხეში ჰყავდა ჭეშმარიტი მეგობარი. გვწამს უნდოდათ, უპრიანიც იქნებოდა მეგობართა ამ არმიიდან ზოგიერთ სიტყვაც კი რომ ეთქვა, მაგრამ მაშინ ამ გახსენებას ბოლო არ ექნებოდა. თენგო, ვეცდები, ყოველი მათგანის სათქმელი გითხრა. ძალიან გვენატრები. გვენატრება შენი ომახიანი შეძახილი, გულწრფელი, უშურველი სიკეთე და სითბო, შენი ნიჭი, არტისტობა, თამადობა, იუმორის ჭინკებით სავსე თვალები. თითქოს დაუჯერებელია ცოცხალი წასულს შენატროდეს, მაგრამ გამოგიტყდები და შენივე სიტყვებით გეტყვი. შურს შენი, ნამეტანი კარგმა ბოშებმა მოიყარეთ მანდ თავი. ღმერთო, ნათელში გვიმყოფე წასულები. მეგობრებისა და შემოქმედებითი გაერთიანება თეატრონის სახელით თამაზ გოდერძიშვილი. ეხლა კი მადლობა მინდა გამოუცხადო დღევანდელი საღამოს მომწყობ კომისიას. კარგი იქნება თუ ხშირად მოვაწყობთ ასეთ თბილ საღამოებს და გავიხსენებთ ადამიანს, რომელზედაც მე დღეს აქ თქვენთან ამდენი ვილაპარაკე.